გამარჯობა. ეს არის ჩვენი პირველი პოდკასტი. პოდკასტს ქვია, იცით რა ქვია? აბა. ჩიხითმა თუ ბოზბაში. ვიფიქრებთ ხოლმე ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრებებზე. შეიძლება რაც ისედაც ცხადია, მაგრამ ადამიანების, ასე ვთქვათ, აზროვნებაში რაღაც წინააღმდეგობრივს იწვევს. ვიფიქრებთ სტერეოტიპებზე, ვიმსჯელებთ, ვისაუბრებთ სტერეოტიპებზე. და ჩვენს პირველ გადაცემაში გადავწყვიტეთ, რომ თაობათა შორის ურთიერთობებზე ვილაპარაკოთ და ორ განსხვავებულ თაობას შორის არსებულ სტერეოტიპებზე ვისაუბროთ. მოკლედ, სტუმრად მოვიწვიეთ ძალიან მაგარი ბებია და შვილიშვილი. სალო და იამზე. მოვამზადეთ რამდენიმე სტერეოტიპი, რაც ვფიქრობთ, რომ უფრო გავრცელებულია და უფრო პოპულარულია. რიგრიგობით იამზე და სალომე ამოიღებენ აი ამ ქილიდან ფრაზებს, სტერეოტიპებს და მათზე გავშლით მსჯელობას ვისაუბრებთ. სალო დაიცავს ახალი თაობის, საკუთარ აზრს და ახალი თაობის აზრსაც გააჟღერებს. იამზე კი თავის მხრივ ეგრეთ წოდებული ძველი თაობის აზრებს შემოგთავაზებს. და ძალიან ჯერა, რომ ამ პოდკასტს რა მიზანიც ექნება, რომ რაღაც დიალოგი შედგეს, ეს ამ სტუდიაშიც გამოგვივა. მინიმუმ სპენელი და მაყურებელი მოისმენს რაღაც თავის აზრს, მოისმენს საწინააღმდეგო აზრსაც და თავის თავში რაღაც გადაწყვეტილებას მიიღებს რა. და მეც თავის მხრივ პროცესში ჩავერთვები, ჩაგეკითხებით ხანდახან, მოდერაციას გავუწევ, არ ვიქნები მსაჯული, მაგრამ მაინც ამ როლს შევითავსებ მეტნაკლებად. ხო, რაღაც მომენტში დროს გავაკონტროლებ და ვეცდები რომ მოკლედ რაღაც სასიამოვნოდ გაგატარებინოთ დღევანდელი შეხვედრა. მაშასე, პირდაპირ გადავდივართ თემაზე, ჩვენ პოდკასტში ყოველთვის ასე ვიზამთ ხოლმე, ნაკლები შესავლებით, პროცესი თვითონ გაგვიყვანს სიღრმეში. პირველი მინდა რომ სალომ დაიწყოს. კი ბატონო. სანამ ხო არაფერს ეწინააღმდეგო აქვს? არა. სანამ დავიწყებ, აი მინდა რომ აღვნიშნო, რომ ძალიან სიამოვნებს აქ ყოფნა. ვიცოდი რომ მოვიდოდი ვისაუბრებდით სტერეოტიპებზე, მაგრამ სახელი გავიგე ახალხანს და ძალიან კრეატიულია, ძალიან მოხდეს. იმედია შევჯერდებით და ორივესთვის ხან ბოზბაშიც იქნება, ხან ჩიხით. კი. ხან შეიძლება მართლა ერთ მხარეს ბოზბაში იყოს, მეორე მხარეს ჩიხით. ბოზბაში არ ვიცი მართლა რომელი კერძია და ჩიხით მოვიცი ძალიან გემრიელია. მე არც იცი ბოზბაში. არა. აი ბებოშენს თუ არ იცი, აი შევჯერდით უკვე რაღაცაზე შევჯერდით. AI-ს ვკითხავ და გავიგებ რეცეპტს. ჩვენ დროს არ იყო რჩევა. აი ილიას დროს იყო მე იმდენი იმშე. ლუარსაბი და დარეჯანი ხო დღენიადად მაგაზე ფიქრობდნენ. სხვათა შორის მაგიოდ ნაწარმოებიდან და მაკიატრიდან გავიგე ჩიხეთმა და ბოზბაში. ხო, აი ჩიხეთმას ბავშვობაში ხო ჭამდი ხოლმე, მაგრამ ეს ბოზბაში მართლა არ ვიცი და მე კულინარია უფრო და უფრო განვითარდა უფრო მასიურად არ იყო. სხვა საკვები გაჩნდა. ძალიან კაი, კიდევ კაი. მაშასე, სალო. დავიწყოთ. მოდი დავიწყოთ და მეც საინტერესებს რა აზრს განვივითარებთ. ხო, არ ჩანს. ცოტა ვერ დავინახავ, კაი, აბა ვნახოთ. აბა. და თაობებს შორის დიალოგი ჭირს. უნდა დავეთანხმო ამას. და უნდა ვთქვა, რომ ჩემს პრაქტიკაში ყოფილა ისეთი შემთხვევები, როდესაც მქონია საუბრის შესაძლებლობა უფროს თაობასთან და მათთვის ჩემი აზრი გამიგებინებია, მაგრამ უფრო მეტად, უფრო ხშირად ყოფილა ისე, რომ არ ესმით განსხვავებული აზრი, ან არ ესმით, ან ამ განსხვავებული აზრის მოსმენა არ უნდათ. აი უფრო ღიზიანდებიან რა დაწყებული ყოფითი საკითხებიდან აი ოჯახშიც ყოფილა ისეთი შემთხვევები რომ რაღაც გინდოდა რაღაცის განხილვა გინდოდა თემაზე არაპოპულარული მოსაზრება ჰქონდა და შეროდესაც ამას აჟღერებდი ამბობენ რომ ოხრას ამბობ შენ ჯერ არ გიცხოვრია და გაჩერდი მაგას თავი არგუმენტი ეგ არის ხოლმე რომ ჯერ შენ არის შენ საკმარისი გამოცდილება არ გაქვს იმისთვის რომ ამას მიხვდე აი რომ გაიზრდები მე ოჯახს რო შექმნი და ასე შემდეგ მე უკეთ გაიგებ რა შეიძლება გესაუბრებოდი არა და ეს არ უნდა იწოდეს გაღიზიანებას იმიტომ რომ მე რა გამოცდილება არ მაქვს ჩემი აზრი მაქვს რომელიც შეიძლება შეიცვალოს ვერ დავდებ თავს რომ არ შეიცვლება ეს რაც შეეხება უფრო ესე ოჯახურ საკითხებს მაგრამ აი ისედაც უფრო მეტად პროფესიულ ცხოვრებაშიც როდესაც მქონია ადამიანებთან დიალოგი აი მან ცოტა რთულია რომ როცა ზოგად საკაცობრიო თემებზე საუბრობ უფრო სენსიტიურია ვიდრე რაღაცა იატაკი როგორ გამოხვეტო ხო შესაბამისად უფრო მეტად სენსიტიური ხდება ხოლმე მაგაზე საუბარი და გაღიზიანებაც იმატებს
აი მან ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ფორმას, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ჩვენი თაობა ფორმას ძალიან კარგად ვარჩევთ. აი ეგ არ გვეშლება, თუ ადამიანს უნდა, აი ჩემი თაობის წარმომადგენელს თუ უნდა, რომ ნებისმიერი სხვა თაობის წარმომადგენელს თუნდაც მასე უფროს რაღაც გააგებინოს, ისეთი ფორმით ეტყვის ამას, იმიტომ რომ ამის გამოცდილება აქვს, ისეთი ფორმით ეტყვის, რომ თუ თავის საკუთარ აზრზე არ გადმოიყვანოს, რასაც არავინ არ ითხოვს, გააგებინოს მაინც რას ეუბნება და მასში გაღიზიანება არ გამოიწვიოს. მაგრამ აი ბოლოს მაინც მაგ გაღიზიანებამდე მივდივართ ხოლმე რა და არის შესაბამისი რეპლიკები, როგორიც ვახსენე, რომ აი შენ რა გაგეგება, ჯერ რა იცი, ან პატარა ბავშვი ხარ. როცა აი ეგ არის რა შენ რა დაბალი თაობის წარმომადგენელი ხარ, უკვე სტერეოტიპულად აღიქმები ისე, რომ ნაკლები იცი. რაც შეიძლება მართლაც ასე იყოს, მაგრამ არ გამორიცხავს იმას, რომ განსხვავებული აზრი ჰქონდეს ორ ზრდასრულ ადამიანს, თუნდაც სხვადასხვა თაობის წარმომადგენელს. იამზე რას ფიქრობ, აი საიდან შეიძლება იყოს გამოწვეული ის, რომ დიალოგი მართლა ჭირს და მოდი ვაღიაროთ, რომ კი, ჩვენი საზოგადოების პრობლემა ეგ არის, რომ საერთოდ ჭირს დიალოგი, მე მგონი თაობათა შორისაც და საერთოდ რა ვიცი, სფეროებს შორისაც, ზოგადად ადამიანებს შორის ურთიერთობა ძალიან პრობლემატურია და აი თაობათა შორის კიდევ უფრო, იმიტომ რომ განსხვავებული არის გამოცდილებები, დრო, რაშიც თქვათ, აზრი, ცხოვრობენ ან გიცხოვრიათ და დამოკიდებულებებიც და შენ რა ფიქრობ ამაზე? მოსმენით როგორ არ უსმენენ, მაგრამ არიან ალბათ ახლანდელი ახალგაზრდობა, რომლებიც ნამდვილად თით დაჯერებულები არიან, მაგრამ ამას ყველაზე არ ვიტყვი ნამდვილად. თით დაჯერებულები არიან, მაგრამ აი ჩვენ რომ ბევრი გამოვცადეთ, სამთაობას მოვესწარი სულ ვიძახი, აი ჩემი კარგი ბავშვობა, სტუდენტობა, მაგრამ მე ეს 90-იანები ძალიან ბევრი გადავიარეთ ჩვენმა თაობამ. და ამ ბავშვებს არ გაუგიათ, არ დაუნახიათ ის ჩვენ რაც გადავიარეთ და დავინახეთ და ზოგ მომენტში ვეთანხმებით ამ ბავშვებს, ზოგ მომენტში არ ვეთანხმებით. პლუსი ძალიან ბევრი აქვს ეხანდელ თაობას მაგას ვერ ვიტყვი, მაგრამ ისე რომ ჩვენდენი ამათ რო არც გაუგიათ, არც დაუნახიათ, ჩვენ რო ვამბობთ, აი ჩვენ დედებს, ჩვენი დროის დედებს 90-იანებში იმდენი რამე გადავიარეთ, იმდენი რამე გადავიტანეთ. არ ვიცი, ვერ აღწერთ, ალბათ ვერ აღწერთ. აი დღესაც ვლაპარაკობდით, შლანგბაუმები იყო დაყენებული სოფლებში და ის განცდა ამ ბავშვებს არ აქვს. ერთმანეთს ურთხილდებით 90-იანებში ვიცავდით ჩვენ სოფლებს. 90-იანებში ისეთი გაჭირვება იყო. ვიცოდით, აი ერთი არის კამფეთს რომ მოუტანდი ბავშვებს, ის იცოდნენ იმათმა, რომ ერთი კვირა უნდა ყოფილიყო. და ეხლა ეს ახლანდელი თაობა ამას ვერ გებულობს თუ არ გებულობს, ბევრი არის ასეთი ფაქტი. აი ამათო თუ შეეპასუხება ახლანდელი ბავშვი რომ ამას მეტი უნდა, ჩვენ ბავშვებს ამდენი არ უნდათ. უნდათ კი, მაგრამ რო იხდებოდნენ რა არ იყო და იმიტომ დიალოგი ახლა ცოტა უჭირთ ხოლმე მე ახლანდელ ახალგაზრდებს და ბავშვებს და ჩვენ თაობას. ყველაზე არ მაქვს. ხო. თავის უმრავლესობაზე ვისაუბრებ. კი. ხო, და აი რაღაცნაირად მაგ თემაზე რო ვფიქრობ ხოლმე, აი ძველი თაობა რაღაც აი იმ გამოცდილებებში არის დარჩენილი, შესაბამისად იმ შიშებით ხელმძღვანელობს და ახლა საერთოდ სხვა რაღაცები ხდება. აი საერთოდ აღარ არის მოკლედ აქტუალური თემა. ის 90-იანები ნამდვილად აღარ ვარ მეც პირადად. ხო. აი ბევრ რამეში, ისეთ რამეში ვეთანხმები ახლანდელ ახალგაზრდობას იმ პერიოდში, რომ საერთოდ ვერ წარმოვიდგენდი თუ ამას დავეთანხმებოდი ახლანდელ ახალგაზრდობას. ცნობიერება გაგეზარდა, რა თქმა უნდა, მაგრამ თუ არ განვითარდი ისე 21 საუკუნე ბოლოს. ხო, და ნახე ძალიან ბევრ ადამიანს აი თაობას რო იცვლება და მაგას მოესწრება უჭირს ზუსტად. მე მაგალითად სულ ვამბობ ხოლმე, აი სამი თაობა გამოვიარა, რა ვიცი, იმდენ რაღაცები კი არ მომწონს, პატარ-პატარა რაღაცეები ცოტა უზდელებიც არიან ზოგიერთები ცოტა რაღაცი, მაგრამ ეგ პროცენტი ალბათ, მაგრამ ის რომ ეგუები ყველაფერს მაინც, რა ვიცი, თავარია მართლა და აი რა შიშებზე საუბრობ, მე მესმის რასაც ამბობ, იმიტომ რომ ზუსტად ამ თაობის წარმომადგენელი ვარ და რაღაცები არის, რაც უკვე იქცევა მე არარეალურ შიშებად, იმიტომ რომ ის იმ კონტექსტს ერგებოდა, ის იქ იყო გასათვალისწინებელი რაღაცები ისე, როგორც ახლა არა, მაგრამ დიდი თაობისაც სრულებით მესმის, რომ ის შემორჩენილი აქვს, იმიტომ რომ ის არის მათ მეხსიერებაში, მენტალიტეტში და ამით ცხოვრობენ ეს პრობლემა. ჩვენ დაღი დაგვასვა როგორც იტყვიან 90-იანებში, მithuetas მშობლებს, ქალებს და დედებს, მამებსაც როგორ არა, მაგრამ
დედებს ძალიან მით უმეტეს მე ისე ძალიან არ გამჭირებია პულიც მქონდა მანქანა ყავდა მაშინ და პულიც მქონდა გვაძრევდით ხელს და რაღაცას ვაკეთებდი მშიერი ნამდვილად ოჯახი არ ყოფილა რომელიც წლიანი ხარ მე 60-იანი 60-იანი აი 90-იანამდე კიდე ძალიან ბევრი 30 წელი ცხოვრობ აი რა თანდითან ეტაპობრივად ყველაფერი ვითარდება და მეც განვითარდი აი როცა პატარა გოგო იყავი მაგ პერიოდში აი რანაირი იყო ცხოვრება ძალიან პერიოდი ხო არ იყო ცუდი ახლა იმიტომ რომ ჩვენ შეჩვეული არ ვიყავით ფუფუნებას მაშინ ვიწყებდით სოფელი მაშინ იწყებდა შენებას მაშინ იწყებდა აღორძინებას და ისე რომ ჩვენ ქონდა ჩასაცმელიც ქონდა საჭმელიც ქონდა ყველაფერი ქონდა არ ვიყავით შეიძლება თუ შეიძლება კი შენ ხო იყავი აი პატარა გოგო რო იყავიო მაქენა გამომდინარე გამახსენდა პატარა გოგო რო იყავი ხა 20 წლის მაშინ ხო შენთვისაც იყო ვიღაც დიდი თაობის წარმომადგენელი დედა ბებია აი იმასთან დიალოგი როგორი იყო მაშინაც ჭირდა არ ჭირდა არა ძალიან თბილი ხალხი იყო მაშინ არ ჭირდა არა ნამდვილად ისეთი თბილი მოხუცები იმიტომ იყო ურთიერთპატივისცემა იყო ძალიან აი ძალიან იყო ურთიერთპატივისცემა რასო პირიქით მოხუცი ხალხი ისე გვიყვარდა ცოტა ხანს შესულები ხანში ახლა მაშინ 65 წელსაც ვფიქრობდით არიან უკვე არა და როგორი ახალგაზრდა ბებო მყავს მაგასაც ახლა ასეთი ის ქონდა 60 და 65 წელს იყო ეს უკვე მოხუცია მაგრამ არა ურთიერთობა ნამდვილად კარგი ქონდა იმიტომ რომ ხალხი ყველა ერთად ვიყავით ხალხი ერთად ვშრომობდით მაშინ კოლმეურნეობა იყო და გუშინაც ვიხსენებდით ლახანკებში და ჰამაკები ქონდა აი ლახანკა არ ვიცი მაშინ სარაიაში გაკიდებული და იქ ვძიდით თვეების ბავშვებს და მაგრამ ურთიერთობა ქონდა ძალიან კარგი ხო და ფიქრობ რომ ეხლა ეგ ცოტა შეცვლილია კი არის შეცვლილი კი რას ფიქრობ რამ შეცვალა ეს ყველაფერი აი ურთიერთობებში რა პრობლემებია ეხლა და მათ შორის ურთიერთობებში ეთყობათ ეკონომიური აი ეხლა მაშინ 100 კაცი რო ყოფილიყო სოფელში 100 ოჯახი იმასი ოჯახიდან შეიძლება 2-3 იყო ცოტა შეძლებული და ეხლა უკვე ძალიან ბალანსი და დარღვეულია ძალიან ზოგი დიდარია ზოგი ღარიბი ზოგი ჩაცმული ზოგი ნასწავლი და ეთყობა რა ვიცი რაღაცა მოქმედებს ანუ მაშინ უფრო საერთო იყო კი მაშინ შესაძლებლობები კი საერთო იყო იმიტომ რომ ეხლა იმ პერიოდში იწყებდა ხალხი ყველა აღორძინებას 60-იანი ვარმე და აი 55-დან ალბათ კი როგორ არა უფრო თბილი ურთიერთობა ქონდათ ეხლა ისე ძალიან შენ თვითონ თუ გიჭირს ეხლა ახალ თაობასთან ურთიერთობა არა სულაც არა შენ არა შენ სამეგობროში სამეზობლოში სამეზობლოში ეხლა ყველა ერთნაირი ხო არა და ვისაც თანაც გული გამიღებს პრობლემა არა მაქვს და ვისაც არა კარგად იყოს მართლა ვიცი რა ხო ისე ძალიან ინდივიდუალურია ვიღაც ეხლა ხო ბოლოს მაინც ყოველთვის აქამდე გავდივარ ძალიან სუბიექტურია და ძალიან ინდივიდუალურია მაგრამ პროცენტულად ახლა ვერც ერთხელ ვერ აიღებ ის ასეთი იყო ეს ასეთი იყო უბრალოდ უმრავლეს შემთხვევაში რაც ხდება ხოლმე რაღაც წესად ეგ მიმართება რა კი მასე იბადება სტერეოტიპი და უფროსი ეს ასე რო იყო ასე უნდა ყოფილიყო იქ აი შენ თქვი ძალიან სწორად რომ დაღი დაგვასვაო აი ეს დაღი მოკლედ მე ძალიან აგრძელებს სიცოცხლეს შენში აი დაღდასმულს უფრო მეტად ეშინია რო გეშინია მე რაღაცა შენი სუბიექტური მე მაგალითად უფრო გავძლიერდი იმ გაჭირება უფრო გამაძლიერა ამ ემოციაში რჩება ადამიანი ამ შემთხვევაში ხა უფროსი ხარ და ბევრი გიცხოვრია და შენზე ვიტყვი, მაგრამ ზოგადად აი ჩვენც ახლა ხო რამდენი რაღაც ყოფილა. აი ჩვენი გამოცდილებები რაღაცა განსაზღვრავს ჩვენს პიროვნებას. ძალიან ცოტა ადამიანი ახერხებს, რომ გარღვიოს აი ეს რე, გადავიდეს სხვა ეტაპზე. ეხლა მე მაგათო 35 წლის ვარ და ხო საერთოდ სხვა თაობა მოვიდა. ანუ თაობა რომელიც აი რომელსაც რომ ვაკვირდები საერთოდ არანაირი კავშირი არ აქვს, თუნდაც აი ჩემს თაობასთან. არ არის ხო დიდი დრო გასული. თანდითან ვითარდებათ ხო? 90-იანებში ხო თანდითან სხვადასხვანაირია, არის ყოველ ალბათ წელიწად. ხო და ნახე, რას ფიქრობ ხოლმე, იცი რომ აი ჩემი გამოცდილებები, აი თუნდაც რაღაც ნოსტალგიური ისე, აი რაღაც ჩვენ დროსაც ეგრე იყო უბანში ხა. აკუმულატორის ტელევიზორი გქონდა ხოლმე ერთს, აი რა ვიცი რომ უბანში. ერთი 100 კაცი ვიკრიბებოდით ხოლმე სერიალი საყურებლად და ხო თავისთავად ხა ურთიერთობა და კავშირი რაღაცნაირად
ანუ იყო თითქოს უფრო ცოცხალი და აქტიური. მაგრამ აი მაგალითად ხა ინტერნეტი. აი ინტერნეტი რამდენ რაღაცაში გვეხმარება. ბებია ჩემი, რომელიც თქვა დედოფლის წყაროში ცხოვრობდა, თუ ზაფხულში ვერ ჩავიდოდი და ვერ დავისვენებდი, არც ტელეფონი იყო, არც არაფერი და ეხა შემიძლია რომ კიდეს დავრეკო, იქ ბიძა ჩემს თქვა ვიდეო კოლით დაურეკო, ვილაპარაკო. ანუ კარგი რაღაცეები ახლა ხდება დროსთან ესეც მოაქვს რა, მაგრამ ნუ ახლა აკუმულატორის ტელევიზორი არ უჭირდება. 100 კაცი არ ვიკრიბებთ ერთ-ერთ სერიალს უყურეთ, იმიტომ რომ ჩვენს ლეპტოპებსა და სმარტფონებში უცქერით რაღაცებს. მაგანაც გააცოლა ურთიერთობა უფროსებსა და უმცროსებს შორის უკვე დრო აღარ რჩებათ ამ ლეპტოპების აღარ რჩებათ დრო, აი რა ხდება. უბრალოდ კომფორტის ზონა მათთვის უკვე ხდება ეს ვირტუალური. მაგრამ აი მე ხო ფაქტია, ნუ ბებიოჩებს უფრო ხშირად ველაპარაკები, უფრო ხშირად ვკითხულობ. ხო, ესე კი. სალომეც კი მკითხულობს ახლა მას როგორც ადრინეთან შედარებით. კაი, ხარისხზე გეტყვი ხა. ტრანსპორტი, მაშინ საზოგადოებრივი ტრანსპორტი იყო უფრო იშვიათი. აი მართლა, რა ვიცი, იკარუსით დავდიოდით, იკარუსით. ხო, აი ველოდებოდით ხოლმე. ჩალაუბნის ტექთან ვიდექით ხოლმე საათობით, რომ აი რაღაცას გამოევლო, არც ვიცოდით განრიგი არც რაფერი. ეხლა ვიცით რომ ყველა საათზე რაღაცა რეისი არსებობს და ანუ უფრო ხშირი გადაადგილების შესაძლებლობა გვაქვს. რავი, მანქანა ოჯახში უფრო მეტ ადამიანს ყავს. ანუ რაღაცა პროგრესმა თან თავისი კაი რამე მაგრამ მაგის გამო მე დროც შემცირდა. ანუ იმ პროგრესის გამო რაც გაქვს, თითქოს გეგმები გადაგეტვირთა, იმიტომ რომ ხედავ რომ საქმეები კარგად კეთდება, კარგად მიდის ამდენი დამხმარე საშუალები დგინდი ტელეფონით, დგინდი მანქანით და უკვე ოჯახი ოჯახი შენთვის იქნება და რაღაცნაირად თითქოს პრიორიტეტული ხდება კარიერა. მე რომ ვამბობ ჩემთვის უბრალოდ საუბრობ ზოგადად. მგონია რომ მაგანაც გააციო ურთიერთობები მეთქი. ხო და ეხანდახან არის რომ აი შეიძლება ცოტა არასწორად უყურებდეთ. აი ამ სიღრმეებზე არ ფიქრობდეთ, რაღაცა ნოსტალგიებში ვიყოთ დარჩენილები. მეც ხანდახან აი მიფიქრე ხო, და რაღაცა ანუ რა, ტასო მე ანუ ბევრი არგუმენტი მომიშველებია ხოლმე, რომ აი ეს ეხა რასაც ვფიქრო, ხო, დედასპიც ვარ მართლა პირველად ვიფიქრე, ეხლა აი აქ ვიფიქრე იმას, რომ ბებიაჩებს მართლა უფრო ხშირად ვეკონტაქტები, ვიდრე ხო თავის დროზე იყო, ხო, ვერც ჩავდიოდი ფიზიკურად და არც სატელეფონო კომუნიკაცია არ მქონდა. ფაქტია, რომ რა ვიცი, უფრო ხარისხიანიც არის კონტაქტი, უფრო სწრაფად ვიგებ ბებიაჩემი როგორ არის. და ასე შემდეგ. ხო, მაგრამ ის რავი, პრობლემა მიმატა თუ იქით რომ მიხვალა გულში რომ ჩაიხუდები სხვა არის. აი ეგ ხარ. ხო, და მაგასაც ეგეც უფრო ხო, რაღაცა ეგეც უფრო ხშირია თქო რა, მეც კი. ურთიერთ ერთმანეთთან ყოფნა სხვა არის. ტელეფონიც ხო კარიერა, თქმა უნდა. კი, სულ არაფრობას ხო ტელეფონი ჯობია. ხო, რა ვიცი. ხო, და აი იმის თქვა მინდა რომ ხანდახან ჩვენ ამ ნოსტალგიებში ვრჩებით. ფეხს ცოტა ვერ აუწყობთ ხოლმე, გვწყის რომ დამთავრდა ჩვენი ბავშვობა და აი რაღაც ვერ ვეგუებით, აი უფრო აი შეუგუებლობაში არიან ხოლმე ადამიანები მგონია, უმრავლეს შემთხვევაში. ჩვენ ახლა დარწმუნებული ვარ, ბევრი რაღაცა გადავახული გაქვს, როგორც ამ ბევრს, მაგრამ რაც პრობლემას და კონფლიქტს ქმნის არის ეგ, რომ აი ვიღაც ვერ ახერხებს რომ აუწყოს დროს ფეხი და ეგრე მართლა ძალიან მნიშვნელოვანი რომ ეგ შევძლოთ და ახალ თაობას კიდევ თქვა რაც შეეხება ხო აი ჩვენს ზუსტად მაგ ფორმებზეც უნდა ვიფიქროთ რა აი დიალოგი რო ჭირს აი შენ რო იცი რომ ეხა იმას აი 1000 რამე გამოუვლია მოდი აი ისევ მე ორივე მხარე რო იფიქროს რა პროცესში ხვდები უკვე რომ ის რადგან არ გამოვიდა და ვერ გავაგებინე აი შესაბამისი ფორმა ვერ მოვნახე ეტყობა და თვითკრიტიკა ძალიან ჭირს ხო ძალიან ეგ პრობლემას ქვის ხოლმე კომუნიკაციაში ჩვენი თაობას ხოთაშორის აი მაგას ვიტყვი ახლა გამახსენდა რომ უფრო მეტად სხვა საკრიტიკებენ ვიდრე თვითკრიტიკულები არიან ჩემთვის ეს ტენდენცია არის დალაგებული და არც შეიძლება მაღალ თაობაშიც, მაგრამ ეგეც ართულებს საქმეს, რომ მე ზედმეტი თავდაჯერება უკვე საქმეს გიფუჭებს. ძალიან კარგი დიალოგი გამოვიდა, ჩემი აზრით. შეგვიძლია რომ თითო-თითო სტერეოტიპი დაგვშა და სალაჟერია, ჩემი გავაგრძელოთ. კი. კაი. აბა შეგვხდა. თავარია დიპლომი გქონდეს, განათლების თემა. კაი თემა. კარგია რომ მე ამოვიდე. საზოგადოებრივი ნორმა არის, რომ კი ბატონო, აი განათლებული ძალიან კარგი იქნება, იმას დიპლომი უნდა ჰქონდეს, თუ ორი ექნება მით უმეტეს, მაგრამ აი მე, როდესაც გათხოვდება, ის იმ დიპლომზე პრიორიტეტული ხდება ოჯახი. ანუ შენი მთელი რესურსი, ენერგია
მიზნები უნდა შეწირო შენს ოჯახს და ეს არ ითვლება შეწირვად მათთვის, ვინც ამას ფიქრობს უფროსი თაობის ეს წარმომადგენლები, მათთვის ეს არის ბუნებრივი ნორმა, იმიტომ რომ ხალი გაჩენილი არის იმისთვის, რომ ოჯახში იმოღვაწეოს. კი, ოღონდ მანამდე დიპლომი უნდა ჰქონდეს. აი ეს არის რაღაცა ურთიერთწინააღმდეგოა, თან მოგეთხოვება რომ ჰქონდეს ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი. ზუსტად. მაგრამ მე რაღაცა იმის შესაძლებლობასაც გიზღუდავს ოჯახი, იმიტომ რომ კეტავს იმ თავის ჩარჩოებში, რომ რაღაც კარიერა გაიგეთო პირობითად, როცა გათხოვდები. კი, რა თქმა უნდა, ესე არ არის ყველას შემთხვევაში, მაგრამ აი მე მაგალითად არ შევხვედრი ვარ, უბრალოდ იშვიათად შევხვედრი ვარ უფროსი თაობის წარმომადგენელ ადამიანს, რომელსაც უხარია რომ ძლად ყავს ისეთი ადამიანი, პირობით ლუხეშად ვუტრირებ ჩვეულებრივ, რომ ძლად ყავს ისეთი ადამიანი, რომელსაც დიპლომი აქვს, ოღონდ ოჯახის ყურადღებას ისე რა თქმა უნდა ვერ აქცევს, როგორც კარიერის არ ქონის შემთხვევაში მიაქცევდა. ანუ რაღაცნაირად უფროსი თაობის წარმომადგენელი ადამიანებისთვის პრიორიტეტული არის ხოლმე ის, რომ ოჯახს, ბავშვებს, აი ამ ყველაფერს მოახმაროს შენი რესურსები, ვიდრე იმას, რითაც დაიწყე, ანუ დიპლომით. რას ფიქრობ? მაგალითად ჩემ პირადზე გეტყვით. ხო, ეგ გამოსავალია. ასე ნამდვილად არ იყო, იმიტომ რომ სოფელში ბევრი არ იყო დამთავრებული, არ ქონდა უმაღლესი და მაინდამაინ არ ეძებდნენ დიპლომიან ქალებს. და არ იყო ბევრი, არც ეხლა ყველა სწავლა უნდა და უმაღლესი ჩაბარება უნდა და ყველა სტუდენტი უნდა რომ გახდეს, ასე არ იყო ჩვენ დროს. და ისე რომ ახლა აი მაინდამაინ დიპლომიანი ძალიან უნდა მოიყვანო ან დიპლომიანი სიზე, ნამდვილად არ იყო. კი, როგორ არა ძალიანაც ზოგს უხარო და მაგალითად მე როგორც დავამთავრე თუ არა, მაშინ დავიწყე ბაღში გამგეთ მუშაობა. ისინი რო გაიგო ჩემ დედამთინა რომ ჩვენი საქმე გაკეთა, რო გაიგო რომ ასწავლია და დიპლომი აქვს, გაეხარდა. გაეხარდა კი. ასე იყო ახლა. მასეთნაირად რომ მარტო მაგის გულს რო სახში დაჯექი და იყავიო, კი, რა თქმა უნდა, სოფელში ხო უფრო სხვა პრობლემები არის. დილდასამამდე ხანი წავა სამსახურში და სახში ბავშვები ყავს, მარტო სამსახური სოფლისთვის ნამდვილად არ არის ეს დამაკმაყოფილებელი, მაგრამ ისე რომ არ იყო არა მაგდროს როგორ არა უნდათ რა თქმა უნდა ხო რატომაც არა მაგის განათლება და მაგის წვდომა კი ქონდათ რომ ის განათლებული კარგი იყო, მაგრამ მასიურად არ იყო ბევრი განათლებული და ძალიან ძნელი იყო მაშინ ჩაბარება ჩვენ დროს. ხო, აი ახლა კიდე ერთი რაღაც გამახსენდა. მე ძალიან ხშირად ვაწყდები ასევე იმ დამოკიდებულებას, რომ ანუ თავარი დიპლომი გქონდეს, გულისხმობს იმას, რომ მართლა უმაღლესი უნდა დაამთავრო. ისეთ ადამიანს ცოტა სკეპტიკურად უყურებენ, ვინც უმაღლესის დამთავრების გარეშე აირჩია თავისი გზა. პროფესიულად გავიდა, არ ვიცი, რაღაც სტაჟირება გაიარა, ანუ უფრო მეტად პრაქტიკას მოახმარა საკუთარი ახალგაზრდობა, ვიდრე თეორიის მიღებას უნივერსიტეტში. ხო, აი, ნახე, ჩემი თაობის წარმომადგენელი ადამიანი, საკუთარი თაობის ასეთ ადამიანს, რომელსაც აირჩია, რომ თუნდაც კოლეჯში ისწავლოს და არა უნივერსიტეტში. სკეპტიკურად არ უყურებს, მისი ესმის, მაგრამ უფროსთაობას პირიქით, არა თუ ესმის, არამედ ამას აკრიტიკებს, იმიტომ რომ მგონია რომ ისინი არიან ჩარჩოებში და მათი ჩარჩოები იყო ეგ, ან უმაღლესი მიიჩნეოდა მათთვის განათლების მიღების ერთადერთ საშუალებას, მაგრამ აი ახლა სხვა საშუალებებს ვეღარ ხედავ. და მგონია რომ ეგ არის პრობლემის ერთ-ერთი გამო. საშუალება არ იყო მანდინ რომ მასე ეფიქრათ იმ უფროსებს. ამდენი დამთავრებული უმაღლესი არ ქონდა, ვერ ქონდათ, იმიტომ რომ რაიონში ორს რო ჩაებარებინა სამედიცინოზე, ორ სტუდენტს, ეს რაღაც დიდი მიღწევა იყო. იურიდიულზე ორს რო ჩაებარებინა ამ ხელა რაიონში, ეს იყო ალბათ უნიჭიერესი ბავშვები და არ იყო ამდენი დიპლომები. ხო, შესაძლებლობაც არის, ზუსტად მაგას ვამბობ. იმიტომ რომ ძალიან ძნელი იყო ჩაბარება იმ პერიოდში. აი, სალო, შენ ახლანდელ სიტუაციაზე ნიჭიერი ბავშვები იყვნენ, მაგრამ ძნელი იყო ჩაბარება. მაგრამ ნახე, ეხლა სულებით მოყვები და ის და არის სულებით გეთანხმები მაგაში, უბრალოდ მე ვამბობ, რომ ეხლა როგორ ხდება. ახლა უფრო მაღალი თაობის ადამიანებში ეგ ტენდენციაა, რომ იცი რატო სხვათა შორის შეიძლება თვითონაც ძალიან კარგად იაზრებდნენ, რომ არ არის საჭირო რომ ხა შემშვის დიპლომი გქონდეს, მაგრამ მე მეზობელი რა სიტყვის. ხო. აი იმის მეზობლის შვილმა რო ჩააბარა, მე ჩემი რო ვერ ჩააბარებს რა სიტყვის, რომ უტვინო შვილი მყავს.
აი ამის შეშინია. ეხლა არის. ხო. აი ჩვენ მშობლების თავი. კი, აი ამის შეშინია. აი ეგ არის ზოგადად ეგ არის სტერეოტიპი, რითაც ანგრევს ადამიანს, რომ იმას კი ესმის საკუთარი შვილის, მაგრამ მე იმ მეზობელს რო არ ესმის, არა და რა საჭირო რა გაიგოს იმას. არც მე არ მომწონს ეხლა 25 ბავშვი ჯგუფში როზის და კლასში როზის 25-დან 20 უნდა ჩააბაროს უმაღლესში. არ მომწონს არც მე. ეს მიდგომა ხო? კი, ამ ხელა განათლება იმ 25-დან 20 ბავშვს არ ექნება. ყველას უნდა უმაღლესი. მე პროფესიულ განათლებაზე რას ვფიქრობ? ძალიან მიესალმები. სულ ვამბობ მაგას და მით უმეტეს ეხლავიან დროში. იმ დროსაც კი იყო ქარხნები იყო მაშინ და ქარხნებში. კი, აბა ქარხნები პირიქით მანქანებს აძლევდნენ, ბინებს აძლევდნენ, წასულიყო და პროფში ესწავლათ. კი, რუსთავში და ცემენტის ქარხანა იყო, აზოტის ქარხანა, რაც იყო ქარხნები რა ძალიან. მაგრამ არ იყო ისეთი პრესტიჟული, როგორც უმაღლესი დამთავრება. რა თქმა უნდა, ეხლა ამ პროფით თუ ჭკვიანი ხარ თუ შრომად იყო, შეიძლება უფრო უმეტეს ბევრს მიაღწიო, ბევრი ნახო და ბევრი შეიძინო, ვიდრე მაშინდელი უმაღლეს დამთავრებული. მაგრამ გასახანი აქვს ეხლა. ბევრი შენდება, ბევრი ყველაფერი ბევრია უფრო მეტად არის თუნდაც მუშაობა. სოფელ პირობებში იმდენად ვერა, მაგრამ აი ქალაქში უფრო სოფელს უჭირს მაინც. იყო ქარხნები, იყო ღვინის ქარხანა, იყო მის წვენების ქარხანა იყო ვარდის უბანში, ქართმის ფერმა, ღორის ფერმა, რა ვიცი, ბევრი რამეები იყო და იყო დასაქმებულები და ეხლა იმდენად დასაქმება რა ვიცი ვერა. ეხლაც არის საჭირო მოდ რემონტზე, ელექტროობაზე, მაგრამ კადრები არ არის, იმიტომ რომ ეს პროფესიული განათლება არ არის ეგეთი პოპულარული. იმიტომ რომ ზუსტად აი ამ სტერეოტიპიდან გამომდინარე, რომ აი უმაღლესი. ხო, 25 უმაღლესი უნდა იყოს, არ არის პრესტიჟული რა თქმა უნდა. როგორ? 25 ბავშვი უმაღლესი რომ უნდა პროფში რომ ისწავლის ახლა ის 5 აღარ არის ალბათ ისეთი პრესტიჟული. ხო და აი გარი იქიდან გამომდინარე ზუსტად რომ მშობლების თაობას აქ ეგეთი მოთხოვნა თავისთავად ამ მშობლებს ბებიავაღოა უმოკლებს იცი რატომ აი ჩვენ მათაო როგორ ვასწავლეთ შვილებს შიშიდან გამომდინარე როგორ ვასწავლეთ შვილებს მე ძალიან მინდოდა რომ ბავშვების შვილებისთვის მესწავლა მაგრამ არ იყო საშუალება მარტო რომ ესწავლა ბინის კირა ხო მინდოდა აი ბინა გინდოდა წასვლა აი ძალიან 90-იანი ასწავლე მაგრამ ძალიან გაჭირდა ძალიან გაჭირდა კი აი იმიტომ ახლა უნდათ ალბათ ამ მშობლებს რომ თავისაც ცდილობენ მაინც რომ თავის შვილებს რას თვითონ დააკვდათ ის გააკეთონ ხო განზრახო კეთილი მაგრამ თავის არჩევანის თავისუფლება უნდა მისცემ აქ დროს ბავშვს და არ რომ იმაზე სხვები რას იფიქრებენ ის გადაწყვეტილებას ჩამოკარგო შენ ჯერია მოვიდა ჩემი აბა 25 წამდე გოგო თუ არ გათხოვდა დარჩენილია ან რაიმე პრობლემა აქვს ოი იყო ეს გათხოვება ადრე შედარებით რა ხდებოდა გასაგებია არც პატარები არ ხდებოდნენ ეს ამით არ განისაზღვრება რომ 25 წელს თუ არ გათხოვდებოდა პატარები ხდებოდნენ არა სკოლას სანამ არ დაამთავრდა ძალიან იშვიათი იყო როგორ გათხოვილიყო ან გაეთხოვილი ძალიან იშვიათი ისე იყო 21-22 წელი მაინც იყო კარგი წელი. აი 18-იც კარგად იყო 19-იც. 18 სკოლას ხო მაშინ ამთავრებდნენ სკოლას. ხო. ეს სკოლა დაამთავრებელი ძალიან იშვიათად არ ვერც მშობელი დააძალებდა იმას და თვითონაც ძალიან იშვიათად იყო ეს. და ეს კი იყო რომ 25 წლამდე 28 წლის გოგო იყო დარჩენილი ანანასან რაღაც ჭირდა მართლა ვერ გამოუჩნდა და რაღაცა იყო. აი მე მგონია რომ იქ იმიტომ ხდებოდა რომ რაღაცა სხვა როლს ვერ უძებნიდნენ. ანუ ხალხზე სხვა როლი არ წარმოედგინათ გარდა ოჯახში ყოფნისა და დედობისა. ვა რა საინტერესოა არ მიფიქრე ეს დროს. ხო, აი სხვა რატო? მაშინ ის ხალი ხო რაღაცას აკეთებდა, მაგრამ შემდგა მე ქალაქზე არ ვლაპარაკობ. ქალაქზე არ ვიცი. ხო, ისწავლობდი სამი წელი, ისევ ეს რა სიტუაცია იყო მაგით. მე სოფლის პირობებზე ვლაპარაკობ. აი იმ დროს არ იყო ხო მეუბნებდა ვამბობ ისე რომ იმდენი სწავლა არ იყო და იმდენი განათლება არ ჰქონდათ ამ სოფლის ახალგაზრდობას როგორც ეხლა. ეხლა ჩემს სოფელში აღება იქითაც 100 სტუდენტი იყოს თითო სოფელში, მაგრამ იმ დროს არ იყო და 21, 22, 23, 24, 25 წელი რა გათხოვდება და გოგო რა აზრი ხონდა ხო?
იმიტომ რომ მან სუდის გაგებით ხო სუდები იყვნენ ისე. მესმის, უბრალოდ საზოგადოებაში ზუსტად არსებობდა ეს სტერეოტიპი, რომ ქალის ერთადერთი ფუნქცია იყო ხო უნდა რეალიზდება 28 წლის 25 წლის გოგო ხარ, ბიჭი ხარ, შენ თავს რაღაცა უნდა გაუკეთო, ხო, რომ შობლები აღარ დარჩიდეს და აქ სამუშაო იმდენი არაფერიც არ იყო. და შემოდი ხოლმე აი 25-ის მერე თუ ვეღარ შექმნიდან ოჯახს ძნელი იყო მერე? მე მგონი მანდ ახლა დავფიქრი და მე მგონი მანდ პრობლემა კიდე ის იყო, რომ ქალები ესე მასშტაბურად ვერ მუშაობდნენ და ის 25-26 წლის გოგო რომ ვერ მუშაობდა და არც ქმარი არ ჩენდა, როგორც ამას საზოგადოება ამბობდა. აი მე მგონი მაქედან მოდიოდა ეგ პრობლემა, რომ ანუ ვერ გათხოვდი, ისო დარჩი, მორჩა, ისე შობლების ძალიან ბევრი იყო მართლა ესე გაუთხოვა და ახლა რა არიან გაუთხოვები და საცხოვრები რას ლაპარაკო? რა თქმა უნდა. ის ხო სოფეშო ჩამოთვითხოვ ამდენი საცხოვრები და გასათხოვარი არა. ჩემი თამადობით. ნამდვილად არ იყო ამდენი. უფრო ადვილად იქნებოდა ოჯახები მაშინ. კი, როგორ არა. უფრო ადვილად იქნებოდა ოჯახები. ამდენი გასათხოვარი ნამდვილად არ იყო, რა ვიცი, სოფელში არც საკითხი ჩამოსწრებული. იქნებოდა ჩვენ დროს 28 წამდე გოგო გასათხოვარი და ბიჭი საცხოვრებელი. ხო, მაგრამ კარგია. ეხლა მე გეტყვი რატოა კარგი რა. ბავშვი სკოლას რო ამთავრებს, 18 წლის ის სკოლა დამთავრებულია თუ დამთავრებელი ბავშვია რა 18 წლის. იმისთვის 19 წლისას გათხოვება არის ჩემთვის მაგალითად ტრაგედია, გინდოცის თქვი, აი თუ შენ სკოლის დამთავრების შემდეგ ცოტა შენი კარიერის გზაზე არ დადექი, მე დამოუკიდებელი არ გახდი და არ შედეგი აი მისთვის გინდ დაქორწინება, ანუ ორივესთვის რა ბიჭისთვისაც და გოგოსთვისაც ოჯახის შექმნა. ანუ არის რა თქმა უნდა, არიან ისეთები, რომლებიც ოჯახს ქმნიან და არიან გამონაკლისები, მათ უმართლებთ და კარიერულ ცხოვრებასაც მიყვებიან, მაგრამ უმეტესად ესე არ ხდება და გაუაზრებელ დაქორწინებასა და ოჯახის დანგრევას შორის ძალიან დიდი კავშირია, პირდაპირ პროპორციულია და 18-19 წლის აი რაც არ უნდა, მე ესე ვფიქრობ, რომ რაც არ უნდა გათვითცნობიერებული და ჩამოყალიბებული ადამიანი იყო, შენ იმდენად განვითარების ფაზაში ხარ მაგ დროს, ან იმდენად იცვლები მაგ დროს შენ თვითონვე, რომ წინასწარ ვერ განსაზღვრავ რა როგორ შეიძლება მოხდეს რა. მაგიტომ მგონია, რომ ეს ძალიან სწორი მიდგომა, რაც ახლა ხდება და არავითარ შემთხვევაში არ არის დარჩენილი 20. არა, ახლა მეც 19 წელს ნამდვილად არ უნდა გათხოვდეს და არც წოლი არ დამოიყვანოს. მაგრამ ადრე მართლა იყო ანუ ეგ. იყო, იმიტომ რომ გაჭირვება იყო ძალიან 90. მე რაღაცა აღნიშნე მე ჩემ პირად გამოცდილებაზე და პირად ცხოვრებაზე. თავშესაფარი იყო გარკვეულწილად ოჯახის შექმნა ორი ადამიანისთვის. არა, მარც მასე არ იყო, არც მასე თავშესაფარი ხა, ყველა თავი მაინც გაქონდა ასე იყო თუ. აი გაჭირვება რატო ახსენება? ჭამა არავის არ უჭირდა ისე ძალიან და კაცო მაგრამ აი სწავლა ბავშვი ეხლა მშობლები ბავშვები რო ყავთ სკოლაში 1000-ში უნდა ატარონ იქ ფეხბურთზე იქ და იქ მაშინ ჩვენ არ ქონდა მის საშუალება. არ ქონდა. მუსიკალური სკოლა ანუ უკეთესად იცხოვრებდი რა, თუ გაგხდებოდი უკეთის ცხოვრებდი, მანამდე იცხოვრებდი, მაგრამ მე რაღაცნაირად უკეთესი შესაძლებლობის იმედი იყო. რა თქმა უნდა, იმედი იყო, ახალგაზრდები იყვნენ, მომავალი იმედით მოვა, მაგრამ რამდენი წელს შექმნილი ოჯახი? 21 წელი. ნუ კარგი საფშენზე იმ დროისთვის გავამთავრე მუშაობა დავიწყე და გავთხოვდილი. იცი რა მიგეცებს? ის რაღაცა ხო ვიზრდებით ხოლმე რა, 2-3 წელიწად, 5 წელიწად ჩვენი აზროვნება იცვლება და ეს ასაკი ის პერიოდი 20-დან და ცოტა ზემოთ ხო, ალბათ 30-მდე ფონია რომ ძალიან მკვეთრი ცვლილებები არის რა აზროვნებაში, თუნდაც ეს კარიერის თვალსაზრისით ხო? აი შენი გამოცდილება როგორი იყო? რაღაცა ცნობიერება შეიძლება 21 წელს რაც ვიყავი ისე ვისა. ой მართლა. გონებრივათაც აი რასაც ვაკეთებდი, რაც უნდა გამეკეთებდი, ისე ვარ ეხლაც მეც ასე მგონი. უბრალოდ დრო შეიცვალა და შევცვალე ერთად. მიყვები ამ დროს, რა ვიცი. საუბრობთ ეს კარგამახსოვს. 23 ვარ, ახლა მე 23 და რამდენიმე თვეში. აი როგორ წარმოგიდგენია რა ასაკში შეიძლება შექმნა ოჯახი? ეს წარმოგიდგენს თუნწერა. დაახლოებით 3-4 წელიწადში. ფიქრობ რომ უკვე შეიძლება მზად იყო, ხო? კი. და დაგეგმილია. პირველს უნდა დადიხარ ახლა? როგორ? პირველს უნდა დადიხარ ხო? ძალიან საინტერესოდ ვისაუბრეთ. ნამდვილად. ძალიან ვისიამოვნე იამზე შენი მოსმენით. მადლობ გენაცვალე, მადლობ. ძველი ამბების გახსენებით. მე 90-იანების ისეთები გავიხსენე, რომ აღარ მახსოვდა. ხო, 90-იანები ჩემთვისაც ძალიან ისეთი ემოციური
მტკივნეული და ესეთი თემა, ესეთი პერიოდი არის ძალიან ბევრი რაღაც გახსნება შემიძლია და ჩემთვისაც ეს თემა თაობათა შორის ურთიერთობები არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ მეც ახლა რაღაცეთ აი ამ გარდამავალ ეტაპზე ვარ რა, რომ აი უკვე 15 ჩემს ტოლ ადამიანებს უკვე 15 წლის შვილები წყავთ და ეს ძალიან ის არის რა. მე ხო გითხარი ჩემი აზრი და გითხარი მოხუცების აზრი. აი 35 წლისა ალბათ საერთოდ ხო უნდა იფიქრო ხვალი და მე უნდა იფიქრო. არა თუ დარჩენილი უკვე ჩამოწერილი ტავარი თუ რაღაცა ეგეთ პრეზენტაცია გეტყობა არაფერი 20 წლის 21 წლის დაწმებულა მეში. ხო რაღაც ერთის ამის განცდა დიდად მოკლედ არ მაქვს, მაგრამ რა თქმა უნდა გეგმავ რომ მქონდეს ბედნიერი და კარგი ოჯახი. და ხო აი ამ ერთი სული მაქვს რომ აი მყავდეს შვილი რომელსაც აი იმას გავუზიარებ რაც მე თვითონ გამოვცადე რაც იყო არასწორი რაც იყო სწორი და აი ამ გადაცემის და სწავლების პროცესი არის ყველაზე საინტერესო რამე რაც გონებაში ეგრე მაქვს რა ხო და მაინც ვფიქრობ რომ ხო ძალიან დიდი გამოწვევები არის რა აი თაობათა შორის ურთიერთობაში მით უმეტეს როცა ეს შვილის მშობლის ურთიერთობას ეხება საქმე ძალიან ბევრი შიში აქვს რა დედებს, მამებს, ბებიებსა და ბაბუებს, იმიტომ რომ ყველაზე ძვირფასი ადამიანები არიან ხო შვილები და გინდა რომ ყველა საფრთხე მოაშორო და მოკლედ ძალიან გადამეტებულად 90-იანი ძნელი დრო ზუსტად მშობლები რო ვიყავით, იმიტომ რომ ჩვენ თავს ყველა გავიტანდით მაინც ასე იყო თუ ისე. მშობლები რო ვიყავით, დედა რო ვიყავი, იმიტომ იყო ძნელი. უფრო ძალიან კიდე. იცი რა მახსოვს აი მართლა ყველაფერი ჭირდა ხალხო, ან ჩვენ მოგეთ თვეობით არ გქონდა ფქვილი. აი ჭადის ფქვილიც კი იშვიათი სანახავი იყო და აი ეს აი ჭადი გქონდა და პური არა გქონდა რა და მახსოვს რომ აი მეზობელს რომელსაც გქონდა ანუ მანდაც იყო ახლა სხვაობები ხო რაღაცა სოციალური ფენები განსხვავებული იყო მიუხედავად რომ მაინც ყველას უჭირდა მაგ დროსაც იყო და მახსოვს რომ ჩვენმა მეზობელმა მარონა ბებიამ შემოგვაწოდა ერთი ბუხანკა პური და ნუ ახლა ძალიან ფუფუნება იყო იმიტომ რომ ძალიან გვიჭირდა რა ოჯახში და აი მახსოვს რომ პროსტ დედაჩემა აი პირი არ დააკარა დედაჩემა არ ჭამა ბუხანკა პური იმის გამო რომ ხო აი ეს არ მოკლებოდა მის შვილებს რა და აი ეგ ხო მაგ თაობაში უკვე ხო სხვა რაღაცაა ეგ ცნობიერებაში და ბევრი შიში არის რა. ან ზრუნვა იწვევს საბოლოო ჯამში. გაგვაძლიერა მაშინ აი ეს სიყვარული შიში და იმით გაშვანთილი. გაგვაძლიერა რომ რამე გვეშოა, რამე გავეკეთებინა რომ შვილები გადაგვეჩინა. ხო, თან აი ეგეთი უნარჩვევები განგვივითარა. მოკლედ, საინტერესოა თაობათა შორის ურთიერთობები. უბრალოდ ძალიან დიდი პასუხისმგებლობის გამოჩენა არის, როდესაც მართლა ურთიერთობაში შევდივართ. იმ ჩვენი გამოცდილებებით და როცა ზრდასრულ ადამიანებს საუბრობთ აქ განსაკუთრებით სალომემ ძალიან სწორად თქვა და მეც ესე ვუყურებ თავისუფლებას როგორც პასუხისმგებლობას ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ ორივე მხარემ გამოიჩინოს ეს პასუხისმგებლობა თუ ჰარმონიული და შეთანხმებული ურთიერთობა განგვიზრახავს და ყველას გვინდა სიმშვიდე და კარგად ყოფნა ძალიან დიდი მადლობა მშვენიერი გაზიარებისთვის ფუფუნებისთვის მადლობა შეხვედრამდე. ხო, ძალიან მიხარია რომ პირველი გადაცემის პირველი პოდკასტის სტუმრები თქვენ ხართ. მეც ვისიამოვნე. ეს ერთი და სხვა მრავალი. მშვიდობა მოგცეს, რა თავარია მშვიდობა და ჯანმრთელობა მე. იმიტომ რომ ჩვენ თაობას ეხლა ძალიან ჭირდება მშვიდობა. ყველას მშვიდობა კარგი რამეა და ყველა დროს ძალიან მნიშვნელოვანია. პერიოდში გეცხოვროთ ბავშვო. აბა, კარგად. ნახვამდის